მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. მე ნუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის მესამე კვარტალში 533 მილიონ 200 დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მესამე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია. საქსტატის ცნობით მესამე კვარტალში FDI-ის მატებამ სავალო ვალდებულებების ზრდითაა განპირობებული. 2025 წლის 9 თვეში კი საქართველოში სულ 1.296 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 11%-იანი ზრდაა. 2025 წლის მესამე კვარტალში სააქციო კაპიტალმა თითქმის 102 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების 19.1%-ია. რეინვესტიცია 340 მილიონი დოლარი შეადგინა და მისი წილი თითქმის 64%-ით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებები 90 მილიონ 600 დოლარს შეადგენს და ეს მთლიანი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 17%-ია. 2025 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია 93.5 მილიონი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე იმყოფება ესპანეთი 72 მილიონ 100.000 დოლარით, ხოლო მესამეზე თურქეთი 70 მილიონი დოლარით. მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91 მილიონ 700.000 დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი 79 მილიონ 800.000 დოლარით, ხოლო მესამე სექტორი წყალმომარაგება ნარჩენების მართვა 71.5 მილიონი დოლარით. რამ განაპირობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და როგორია შეფასებები? ანკო ჯოხაძე მუშაობს თემაზე და დეტალებით მომდევნო გამოშვებებში შემოგვიერთდება. მესამე კვარტალში ენერგეტიკის სექტორში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა. ივლისი-სექტემბრის პერიოდში ენერგეტიკის დარგში მხოლოდ 14 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო, რაც წლიურად თითქმის 60%-იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით 1.7 გიგავატის ენერგოპროექტების განაცხადების განხილვა შეჩერდა, რომელშიც როგორც ჰესების, ასევე ქარის და მზის სადგურების პროექტები შედიოდა. როგორია საინვესტიციო გარემო ენერგეტიკის დარგში, მათ შორის მზის სადგურების მიმართულებით ამ თემებზე სტუმართან Shine Energy-ს დამფუძნებელთან ნინო გადელიესთან ერთად ვისაუბრებთ 15 საათსა და 30 წუთზე. ქართული ოცნების განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ამბობს, რომ გუშინ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე მის მიერ გაკეთებული განცხადება არასწორად იქნა აღქმული და სინამდვილეში ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტის პრინციპს გულისხმობდა, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტებს უნივერსიტეტების და ფაკულტეტების არჩევის ჩამონათვალის უფლება არ შეეზღუდებათ. გაბისონიამ დღეს განაცხადა, რომ გუშინ მოისმინეს მხოლოდ პასუხი და არა კითხვა და გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის კითხვები მხოლოდ უნივერსიტეტში კვოტებს ეხებოდა და შოთა ბერეკაშვილს არც ერთი კითხვა არ ყოფილა ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი პრინციპზე. პარლამენტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებების განხილვა უკვე დაიწყო, დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში გუშინ დარეგისტრირდა და მას ოცნება დაჩქარებული წესით განიხილავს. თბილისში არის 5 იურიდიული ფაკულტეტი, 5 ეკონომიკის ფაკულტეტი. გულისხმობთ სახელმწიფო უნივერსიტეტებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შესაბამისად, ახალი მოდელი გულისხმობს იმას, უბრალოდ არსებული მოდელი გულისხმობს იმას, რომ აი ამ ფაკულტეტებიდან სტუდენტ შეუძლია აირჩიოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, პირველად შემოხაზოს თეორიულად, მეორედ თეორიულად შემოხაზოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მესამე თეორიულად შემოხაზოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. და გუშინ მე განმარტე, რომ ესეთი მოდელი შეიზღუდება, რადგან მოახდენთ აღნიშნული 5 იურიდიული ფაკულტეტის ერთ ფაკულტეტად გაერთიანებას, ერთ პროგრამად გაერთიანებას. ეს პირდაპირ მთავრობის მიერ დადგენილ კონცეფციაში წერია და არაფერი განსხვავებული ამ მიმართულებით არ გვითქვამს. ეს დააკონვერტირეს ისე, თითქოს ჩვენ უზღუდავთ ზოგადად შემოხაზვა შეიძლება. რა თქმა უნდა, შეიძლება უფრო მეც გეტყვით, შეიძლება სახელმწიფო უნივერსიტეტებშივე სხვა სპეციალობების შემოხაზვა, ასევე მაგალითად სამართლის ან ეკონომიკის მიმართულებით შეიძლება კერძო უნივერსიტეტებში ნებისმიერი ადგილი შემოხაზვა, მათ შორის ქუთაისში არსებული უნივერსიტეტების შემოხაზვაც. რაც მოიცავს ქართული ოცნების უმაღლესი განათლების რეფორმა. ეკა გაზდელიენი მუშაობს თემაზე და დეტალებით მომდევნო გამოშვებებში შემოგვიერთდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზვიზვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ საამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 93,000 კოლოფი მალბოროს, პარლამენტის, სობრანიეს და ვინსტონის დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 750,000 ლარს აღემატება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე. სამსახური განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო 2026 წლის რთველის დროს ყურძნის 3 განსხვავებულ ფასს დაადგენს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა აცხადებს. მის კომენტარს თავად სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით 17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენი გათანაბრდება ჰიბრიდებთან და ექნება დაბალი ფასი. თეთრი ყურძნის შემთხვევაში 17-21% და წითელი ყურძნის შემთხვევაში 17-23%. შაქრიანობის ყურძნის ფასი იქნება 1 ლარზე ნაკლები. ყურძენის საღვინეთ შეფასდება თეთრი ყურძნის შემთხვევაში 21%-ზე და წითელი ყურძნის შემთხვევაში 23%-ზე მეტი შაქრიანობის კონდიციურობის ყურძენი. მთავრობის გადაწყვეტილებით წელს კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებზე სუბსიდია აღარ გაიცა. ჭარბყურძენს სახელმწიფო საწარმო შეპესე მოსავლის მართვის კომპანია ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის რთველის დაფინანსება მთავრობას რეკორდულად ძვირი 220 მილიონი ლარი დაუჯდა. ამას ითვალისწინებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი, რომლის თანახმადაც ამ მიმართულებით პირველდან გეგმასთან შედარებით 160 მილიონი ლარით მეტის 220 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ასეთი იყო ამ დროის საქმის კურსი. ჩვენ უკვე ერთმანეთს 13 საათსა და 40 წუთზე შევხვდებით დროებით.